დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს უკვე მინიმუმ გადაკვირით მაინც აქვს მოსმენილი AI აგენტების შესახებ, მაგრამ რა არის ისინი და რა კატეგორიებად შეგვიძლია დავუყოთ? აი ამაზე ვისაუბრებთ ახლა. მივხვდით, რომ ავხსნათ AI აგენტი არის პროგრამა ან სისტემა, რომელიც თვითნებურად აღიქვამს გარემოს, იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებს კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეტაპისთვის ჯერ უნდა ვახსენოთ 5 მთავარი AI აგენტის კლასი, რომლებიც იყოფიან საკუთარი ინტელექტისა და შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი დროთა განმავლობაში ვითარდებიან და უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებსაც იღებენ. პირველი არის მარტივი რეფლექსური აგენტი. მეორე, მოდელებზე დაფუძნებული რეფლექსიური აგენტი. მესამე, მიზანზე დაფუძნებული აგენტი. მეოთხე, სარგებელზე დაფუძნებული აგენტი. მეხუთე, შემსწავლელი აგენტი. ეს მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა AI აგენტების შესახებ, თუმცა დაიმახსოვრე, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო პრაქტიკაში, შესაბამისად გჭირდება თითოეული მათგანის საფუძვლიანი შესწავლა. ამიტომაც დამეწერე კომენტარებში დეტალებში, რომელი მათგანი განვიხილოთ მომავალ ვიდეოებში.